ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და წინა საარჩევნო კამპანიაში ხელი შეშლა. ეს დარღვევები სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხდა, რომელიც საარჩევნო პერიოდში სამცხე ჯავახეთში დაფიქსირდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი მედიასთან ამბობს, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ მის ვეტერანები მოინახულა. დაასაჩუქრა და დაპირდა, რომ მათ საბანკო ანგარიშზე გარკვეული თანხაც ჩაერიცხებოდათ. მსგავსი სახით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა ადიგენის გამგებლის ზაქარია ენდელაძის მხრიდან. როგორც ასპინძის, ისე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლები მართველი პარტიიდან გამგებლობის კანდიდატები არიან. სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხდა 7 აპრილს ნაციონალური მოძრაობის ახალციხის შტაბში აქცია შეხვედრა, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების მეორე შუალედურ ანგარიშში მოხდა ის შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივ ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით ბიუჯეტი გაიზარდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი მედიასთან განმარტავს, რომ დარღვევების სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე ჯავახეთში ნაკლებად ფიქსირდება. სამართლიანი არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. წარმომადგენლების თქმით, ისინი შემდეგ ანგარიშს 2 კვირაში წარადგენენ. რამოდენიმე დღით ადრე მოხდა მთავრობის მიერ ბიუჯეტების მუხლით საკმაოდ ზრდა, კერძოდ 57 რაიონში მოხდა ბიუჯეტის ზრდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოციალურ ტიპის პროექტებს მოიცავს. ზრდას ეს მუხლი და მერწმუნეთ, რომ მართალია შეიძლება თქვან, რომ ეს მოხდა წინა საარჩევნო პერიოდში, მაგრამ შესაძლებელი იყო ამ პროექტების დაფინანსება უფრო ადრე მომხდარიყო.